ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადება და თვითონ ალექსანდრე დაიბადა პეტერბურგში. ქართველები პეტერბურგში უკვე დაბადებული იყვნენ, იმიტომ რომ იმ საუკუნის ამბავი ხო ეგ იყო, რომ ვახტანგ მეექვსე წავიდა და წაახმა მას ქართველი ასობით ქართველი და იმათი შთამომავლები ხა იქ რო არიან, უკვე არიან რუსები. რა ქვია. ძირითადად გენერლები და სხვადასხვა თანამდებობის ხალხი, ნუ რა თქმა უნდა, ხამას ისე ვამბობ. რა ქვია, ყველა გენერალი არ იყო. დიპლომატები, ასეთი, მე იქ არის კაცი, ლაშკარევ, რომელმაც მე დიდი, ასე ვთქვათ, წილი დაიდო იქ რაღაც საქმეებში, როგორც ამბობდნენ ქართველები განაწყენებულები. სხვაებიც არიან. ქართველებთან ურთიერთობაში ხო ქართული ხო უნდა იცოდეს ვინმე, მაგრამ და არიან ასეთი ადამიანები, რომელსაც პირდაპირ იხსენებიან, იქ თარჯიმნებად. მაგრამ ბევრი კოლორიტული, წესიერი კაციც და უწესო კაციც არის ხოლმე იქ აი ამ ურთიერთობა, აი ტრაქტატის წინა ლაპარაკებში, მაშინ მერე განსაკუთრებით, იმიტომ რომ მიზერმოწეროდ ხდება ამას თარგმნელი უნდა. აუცილებლად. გარსევანმა რუსული მერე ისწავლა. პირველი ელჩობის დროს არ იცოდა, ასამ ტრაქტატის დროს არ იცოდა, მაგრამ იქ ისწავლა მერე და თვითონ კითხულობდა ამას ყველაფერს. ბევრმა ასეთმა მიმოწერის ამბავმა გამოიღო მძიმე შედეგი, რა ქვია, იმიტომ რომ წერილებს გზაში კითხულობდნენ რაღაცეები და აწვდიდნენ იმას, ვისაც რა ქვია. ჭირდებოდა ისინი, რა ქვია, როგორც ამბავი და ინფორმაციათ, როგორც არის. ისე ამ ტრაქტატზე ლაპარაკები რო იყო ქართველებს და ერეკლეს მე როგორც ხვდები, უნდოდა მთავარი, რომ აქ უნდოდა რომ ყოფილიყო ჯარი. რა ქვია. ძლიერი. საერთოდ მთელი ეს 20 წელი ტრაქტატის მერე არის ერთი თხოვნა, რომ 3 პოლკი გამოაგდავნეთ. 3 პოლკი და მილიონი მანეთი ეს გაზდევს შემდეგ. არასდროს ეს 3 პოლკი და მილიონი მარტო როცა თვითონ დაჭირდათ, მერე 3 კი არა წამოვიდა. 2 ბატალიონი იყო ხოლმე როგორც ეს 3 პოლკის მაგივრად, რა ქვია. უცნაური ეგ იყო, რომ უკვე ქონდათ ამათ ქართველებს გამოცდილება ამათთან ურთიერთობის. რუსებთან აი პირველი ტოტლებენის ამბავი მერე სუხოძინი მოვიდა. ეს ტოტლებენის ამბავი ხო ყველას ძალიან უსიამოვნოდ ახსოვდა და თვითონ ერეკლემაც ხო კარგად იცოდა ესა. რაც იყო და როგორც იყო. იქ უამრავი წერილებია, უამრავი რა საჭირო წერილები, აი ნიკიტა პანინი, კანცლერი რო აი ეკატერინას ის როგორ წერს ტოტლებენს რო. სიშორის გამო მანდო ჯერჯერობით გაჭირდებაო. სერიოზული მოქმედება. ხო და ჯობს სული ჩვენიო და სხეული მათიო, ეგრე იომეო. პირდაპირ ესე ჯერ კიდე მაშინ და მე ეკატერინა წერს ამ იაზიკოვს რომ კარგად დააკვირდე ხე იშვიათი რამეა როცა იმპერატრიცა წერს ხო კარგად დააკვირდე შენ რომ თუ შეგიძლია რომ ერეკლე ჩამოაგდო ოღონდ მაგის ჯარი ყოფილი დარჩესო მაინცო და ჩვენ მხარეს იყოს მაშინ ჩამოაგდე მაგრამ თუ შეატყობთო რომ ზიანის მომტანეაო იყოს ეგა იმიტომ რომ ჯარით მოგვეხმარება. ხე ჩვენ რა ჯარი გვყავს, მაშინ წვალებაა ეს ყველაფერი და იმიტომ გვინდა ეგენი ხო. საერთოდ არსი ამას მე ასე მგონია რაც არ უნდა თქვა რომ ეს აქვია ღრმა მიზნები. არის საქართველოს უნდა ერეკლეს უფრო სწორად რა. ძალიან ესე ზუსტი რამე უნდა მაგას და ჯარი, იმიტომ რომ საერთოდ ყველა მთელ ამბავში შეთავაზება რომ შემოდით და უნდა წავიდეთ ჯერ ჭარბელაქანზე აუცილებლად. ჯერ იმაზე უნდა წავიდეთ და მერე სამცხე საათაბაგო. ეს არის ყველა წერილში. მე ადრეს მეგონა რომ მარტო სამცხე ეს არა ვარ ეგეთ სტრატეგოსი რომ ჭარბელაქანი მეკცია ყურად. ამას რომ მოვანგრევთო ჭარბელაქანს. შვიდობა იქ ანუ ლეკებს ანეიტრალებს ანუ. ცალკე შიშით და ცალკე ეს პლაცდარმი აღარ არის და. იქო რაპის უნდამდე ჩვენი ხალხიაო ესე რომ ითხოვენ ერეკლეს ტიტულატურას რომ ჩაწეროს იქ ესე წერენ მთავარი მემკვიდრე სამცხისა ანუ მეფე კახეთისა მეფე ქართლისა მთავარი რა ქვია ბორჩალოსი მთავარი ყაზახისა და აი ესე მთავარი მემკვიდრე სამცხისა ესე წერია ანუ ტიტულში არის რაც დასაბრუნებელი ასე ვთქვათ
წმინდად სამხედრო ამბავია. მე უკვე აი ერეკლეს დრო რო გავიდა 100 წელი ყველა ხო სხვადასხვანაირად უყურებდა. დავით ერისთავი ამბობდა ქსნის ერისთავების თავმამალი იყო და არ უყვარდა ერეკლე. ჩემ მამა პაპას წაართავდა თავის შვილებს მიწებიო. ის მაგერად რომ ხალხისთვის მიეცაო ხო და ის ამბობდა რომ ომი აი სამხედრო მიდგომა ქონდაო ერეკლესო და აიმიტო წყვეტდა ესე ჯარი, ფული და ეს ორი ტერიტორია და ეკონომიკის არაო საერთოდ მან ისეთი უცნაური რამეები ჩდება მერე და მერე რა ქვია უკვე რო ეს ტრაქტატი დადებულია და გარსევან ჭავჭავაძე 1794 წლიდან იქ არის მინისტრი რეზიდენტი ელჩი ასე ჩვენ ელჩი ეძახით და იქ ჯამაგირი აქვს რუსეს და ეს აი უკვე მფარველობითია ხო ტრაქტატი აი და ეს კაცი მე შეხვედრებს აუდენციებს ცდილობს რაღაცები და ერეკლეს წერს რომ პატიომკინი ყავთ მაგათა ეს იცის ერეკლე გრიგორი პატიომკინი ამ ჩვენ ისტორიაში ორი პატიომკინი მე ვაყოლმე ვიტყვი რომ პატიომკინმა მოა გრიგორი პატიომკინზე რომ მინლაპარაკი ალბათ მithქვია რომ ტრაქტატს მოაწერა ხელი არა ის მეორეა ეს პატარა პავლე პატიომკინი იმას წერს წერილებს წერს გარსევანი ერეკლეს რომ რაღაცა ნაბიჯები რო გადავდგათო ძალიან ესეთი ამბები შეიძლება მოხდესო აი ანანური რო ვაჩუქოთო გრიგორი პატიომკინს პატიომკინი არის ნუ რაც სანამ ცოცხალი იყო მეორე კაცი იყო რუსეთში ეკატერინეს მერე ნუ მისი ფავორიტი და საყვარელი აღარ იყო მაგრამ ეს დიდი დობა ურთიერთობა თანამდებდა და ოღონდ სამხრეთში იყო წამოსული და აი ეს მთელი ბესარაბიამდე და აქეთ კასპიის ზღვამდე მაგის იმაში იყო ანანური რო ვაჩუქოთო ეგ დღეს ფულს ჩადებს მან ბევრ ხალხს ჩამოიყვანსო ევროპული ქალაქი გახდება ეს არის 80-იან წლებში ერეკლეს ასეთი რაღაც ხედავს იქ ფული კომერცია ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მამის გაგზელება მერე ცხადი აღარ ყოფილა ანანურისთვის ნახევარი ქართლახეთი დაიქცა 18 საუკუნეში გომები იყო და შიდა და პირისპირებები ერეკლემ მერე აუქმა ისიც რა ქვია არაგვის საერისთავოს და ქართლის და უფლისწულებს მისცა ეს და ქსნის და არაგვის ერისთავნი ამის მერე უბრაზით იყვნენ რა ქვია და მანამდეც ახლა ხო იცი დინასტიურად იქ აი სადაც მიდიან პეტერბურგში იქ არიან ვინც ამბობს რომ ქართლის ტახტი ჩვენია თქვენ აღელშეკრულებებს უდებთ კახეთს დაუდეთ შთამომავლები ვახტანგ მე-6-ის და მაგრამ მანამდე ჯერ ეს ტრაქტატის მოლაპარაკებებია იქ უნდათ მისი უმაღლესობა ერეკლეზე ეს რუსულ და ქართულ ტერმინოლოგიაზე არის ძალიან ბევრი ლაპარაკი რომ არჩევენ ამ ტრაქტატს პუნქტობრივად ხედა მთელი დღეების ხედან გიორგიევსკში რა ქვია იმათ ყავთ მოყვანილი პარუჩიკ ჩოლოყაში იქიდან ეს თარჯიმნები არიან ქართველებიც სულ რა ქვია ეს ჩოლოყავი ხوار და ეს არის ყველაზე წესიერი და ესეთი კაცი ასე ახასიათებს ყველანა სავარსიმიძე არის ესეთი ბართლომე სავარსიმიძე რომელზეც თავიდან როგორც წერენ იყო რუსების აგენტი ამ წერილების თარგმნა იმის დროს რა ქვია ესენ მე საქართველოს აი ამ საელჩ მინისტრის რეზიდენტის თანამშრომლები არიან ანუ გარსევთან არიან ოფისში ასე რომ სავარსიმიძე იყო ესეთი კაჩას სიმონ ეგნატაშვილი რომელსაც ესენ სულ არიან აი ვახტანგის დროის ხალხი რა ქართული იციან ჩახლართული პერსონაჟი მირზა აბიტურაბი აი წარმოუდგენელი ხალხი ჩდება უსვას რაღაც რომ აღარ ყოფილა რა 80 წელი ამათი სახსენებელი ქართლში აღარ არის ხა ეს ცუდია ეს გაქცეული ხალხი წასულდა იმათ შთამომავლები არიან რა ქვია იმით რაღაც კოლონია ტრადიციაში გაზრდილები ხა ბევრი მე რუსული ნასწავლობა და მართლა დიდი აკვე ნაპოლეონის გენერლები იყვნენ ფანჩულიძეები იაშვილები ეს არ არის გუშინ წასული შთამომავლები არიან ბოლო ციციანოვი ვისაც დანიშნავენ მე აქ
სუეცის ხალხი ანუ როგორც სიტყვიან კომუნისტები მე იტყოდნენ, მაგრამ ეს როგორც ჩანს ტრადიცია რუსული წერილი კადრები შერჩებულია, ასე რომ ვთქვათ. კადრები არის. ეს თვითონ ეს პოდიუმკინი პავლე ის არა, დიდი არა, უფრო პატარა. ერეკლეს ძალიან ბევრ წერილს უგზავნის და ულოცავს. აი რა კარგად ლაპარაკობთ, აი როგორ კარგად გამოდის ყველაფერი, მაგრამ როგორ არის ის საქმე? იმათ თითქოს არაფერს არ უნდათ. ეს მოთხოვნა აქედან არის. რომ აი დაგვეხმარეთ და ის ამოსავალი წერტი რომ გადაწყვეტილია და რომ ირანი აღარ ასწროს. საერთოდ როგორ არის თუ ამ ერეკლეს ყველა ეუნება რომ თუ გინდა რომ ეს ამბავი გამოვიდეს რომ ეს ჯარი გინდა, ფული გინდა და ესენი გინდა და ძიმ საქართველოს კრიზისული ქვეყანაა პრინციპში იმის მიუხედავად რომ ეს ომებში და იმაში არ არის ლეკები ეს ჩვენ დღეს ვერ ხვდებით ეგ რა არის ეს ლეკი ეს არის აუწერელი რაღაცა არეულება ამას არაფერი არ თავდება არეულება ბევრი ისეთი საინტერესო ლაპარაკია იქ უკან მაგრამ ამას ეუბნები რომ ეს უნდა იყოს თხოვნა შენ თუ გთხოვე ხა ჩვენ როგორ ჩვენ რა გვინდა ჩვენი მითქვი ადრე რომ ეკატერინეს იკითხა რომ დაინტერესდნენ საერთოდ იქ რა ხდება და ეს ოსმალეთის და სპარსეთის სამეფო თბილისის შავი ზღვის ნაპირზეაო თუ წერილობით ის არის თუ იმისო კასპიის ზღვისო აი ერეკლე როზისო ის რომელიც ზღვის ნაპირზე გამიგეთ და მოაიტანეს რუკები მათ კი იცოდნენ კოლეგიაში მაგრამ ამან არ იცოდა ვოლტერს კი წერდა წერილებს მაგრამ ეს გეოგრაფიის წიგნი დაკარგული ხოდა რომ რუსეთის საზღვრები ხო არ აქვს ხო და ამიტომ ესეთი სახუმარო ამბებიც არის ხოლმე იქ მაგრამ 10 წელიწადში უკვე გამზადებულია რომ წაიღოს ხო ისწავლო აი ეს არის იმპერია და ქვეყანა ისწავლე საჭირო ხალხის ნაპოვნია სისტემა ამუშავ თხოვნის ფორმა უნდა ხოთ აი ძალიან უნდა თხოვოთ აი ძალიან და თან რასაც მოვთქვე ერთი არის რომ საგარეო საქმეში შენ ზავს ომს ვერ დაიწყებ და ზავს ვერ დადებ. მეორე ჩვენ ახლა მართლმადიდი ბიზანტიის მემკვიდრე ქვეყანა ვართ და თქვენ კატკი ძველია ხა ვინა ვინ თქვენ ჭირიმენ და მაგრამ თქვენი კათოლიკოსი იქნება ჩვენი ეპისკოპოსი რა ქვია ყაზანის ეპისკოპოსის უკან სიაში ეს ანტონი ესეც იღებული ამ ტრაქტატის ტექსტიც ეგეთია ზუსტად ჩემი მოკლე ჭკუით რომ აი თქვენი ჭირიმე ეხლა თქვენ ჩვენ ხო და იქ გარსევან ჭავჭავაძეს ხდომები რო არის აი ამ გიორგიევსკი ეუბნება რომ ჩემი მეფეო თავის თავს გწირავთო და თავის ქვეყანასო თქვენო ეს ეუბნება და იქ რაღაც ნუ მოთხოვნებს ჩამოთulis პრინციპში სწორია რა ეს კაცი რაღაცებს თმობს რაღაცებს კი არა ქვეყნის იმას თმობს რა თავისუფლებას ეს იყო რომ ერეკლე გამოცდილი კაცი იყო და ფიქრობდა რა როგორც ბევრჯერ მომხდარა ეხლა ეს ასე იქნება ისე ის ჯარი შემოვიდეს მე ვიცი აი იქ წავიდე ახალციხეს რო აიღებს ეხლა რუსის და ქართველის ჯარი ერთად და ის რო ტიტული წერია ერეკლე სხვა მოგეთ სხვანაირი ფიქრებია და ეხლა თავისი მამული შემოგწირათ ხო რა ეგრეც გამოვიდა რა მაგრამ როგორ არის ის სულ არის მოთხოვნები და ესენი ეუბნებიან ქართველები რომ მოვაწერთ ამას ხელს მაგრამ ჯარი დაუყოვნებლივ და ჩაიწეროს რომ როგორც კი ხელს მოვაწერთ 3 პოლკი მოდის ამაზე იყო ჭიდაობა აი 3 პოლკი ესენი ეუბნებიან არა ეგრე არ გამოვა იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავგზავნოთ პეტერ როგორც არის ჯარს მეხوار ეს არის სარდალი ხაზის მაგრამ მე უნდა ვკითხო გრიგორი ფათევი მან უნდა კითხოს ეკადე ის მოიყვანს მე რა ქვია კანცლერს რა ბეზბა ვინც არის აყვარელი მაგის ის არის ხოლმე კანცლერი ხო თუ რა ვინ იყო ბეზბაროტკო თუ ვინ იყო მაშინ რაღაც მახსოვს ბევრი იყო რა ხო აი ეს თული ლაპარაკები რომ მოაწერეს ხელი კი მოაწერეს აქედან იონე მუხრან ბატონი იყო მაშინ ჯერ ავალიშვილი მაგის სიმამრე არის ქართველებიდან გაიოზ არქიმანდრიტი თორსტები ყავდათ წაყვანი რომელსაც პატარა სკამი დაუდგეს
ესეთ შუაში დაждდა სხდომა უბრალოდ. დაждდა ეს ბავლე პატიომკინი იმპერატრიცის პორტრეტის ქვეშ. აქეთ გარსევან ჭავჭავაძე, აქეთ ეს როგორც ელჩები, ხო და ეს არქიმანდრიტი დასვეს იქით სკამზე. ეს იერარქიული რაღაცა რუსული. სენ ცოტა ინტერესით კი უყურებდნენ. ჯერ არ იცოდნენ, მე გარსევან კარგად მასკნა და იქ ისე იყო როგორც თევზი წყალში, მაგრამ ასე იმაზე იღავე მაშხალები ისროლის იქ თელი ამბავი, რა ქვია, ამ გიორგიევსკში ილუმინაციები, ანუ საზეიმოის გააკეთეს წელ ციხესიმაგრეში, რა ქვია, იმათ და თქვა ეს რომ აცი თქვენ არაფერზე არ ინერვიულობთ. აცი ეს ახლა წავა თქვენ ერეკლესთან ჩავა ორ კვირაში და კი არა უფრო მალეც შეიძლება და იქ რამდენი უნდა იაროს და მე ინსტანციებში და იმაში ორივე ხელს მოდა ხო და რა თავი იმან ინსიგნიები უნდა გამოუგზავნოს. ეკატერინა ამათაც გამოუგზავნეს, რა ქვია, სვეტის ხოლში გამოუგზავნეს ბრილიანტებიან დიდი ჯვარი, მე ბოროტინი ამბობდა რომ შემოვიდნენ უკან წაი. ეგზარქოსმა რეზიდენციაში არ ვიცი. მაგ საგანძურების ამბავი ხო კიდე ცალკეა. რა ქვია, ირა წაიღო და რა მოვიტანა ამას ვერავინ გაიგებს, რა ქვია. ცალკე პუნქტები ტრაქტატში ხო წერია რომ ორივეს უნდა ყავდეს რეზიდენტი. მინისტრი რეზიდენტი იქედანაც, აქედანაც ეს თამარა, ვინც იცის უკვე ისინი. ვენა აქედან გადაწყდა რომ გარსევანი გიორგი. ეს გაუშვეს. აი მანდარი უკვე საინტერესო ისინი და პირველი დრამა მანდიდან იწყება. გარსევანი რომ პირველად წავიდა. იმაში ქართკახეთშიც რა, იმიტომ რომ ომარ ხანის დრო მოდის. ომარ ხანი ამარიელი უცალი. ეს არის განსაკუთრებული. დიდი მრბეველი კაცი და იქ დიდი სახელის კაცი და ეგ წამოვიდა თან ამბობდა რომ თქვენზე არაო ფათალი ხანზე მივდივარო ჩემი მოსის ხარია რა ფათალი ხანი ცალკე აი დღეს რა აზერბაიჯანი იქ განსაკუთრებული სახანოების შემქნა ესეთი კაცი იყო და ისო ახლა ერეკლეს მაგით ვერ მოატყუებდი შენ რომ ისო მაგი კი იცოდა მაგრამ უჭირდა და არის ამ წერილების წერა და არის წერილები და იქ ხაზზე დგანან ზემოთ ისინი არიან გადაღმა დგანან ეს რუსები ეს პატიომკინი ისევ ეს ცირე ხო დიდი წერილების წერა არა მარტო იქით პეტერბურგში გარსევანთან არამედ აქაც პირდაპირ რო გვიშველეთ რა ნუ მე ვერ დაუდგებიო ეს პირდაპირ ეუბნება მე ვერ დაუდგები მაგანო მთელი ლეკეთი შეყარაო. აგი შემოვიდა ერთი ომი იყო, ჩვენ ბევრი 700 კაცამდე მოკვდა რა ქართველი ერთი 800-900 კაცი ტყვე. იმა ტყვეებიც აი ეს ჩაბმულია ყველაფერი. აღარ მე გაიკიდენ ესენი იმაში ასწრო ახტალაში. იქ დაწვა, ამათ ვეღარ გაბედეს. მე წავიდა ლორეში. ახალციხეში იქ ხო გახსნილია და ეს სულ ესეთ ლაპარაკერო სულთნის ხალხი ნუ ახალციხის ფაშებია მაგათო ეხმარებიან და ფულს აძლევენო ჩვენ დასაქცევათ და ამაში მჭირდება აბარაში მჭირდება იქ ბრძანებები რომ მიდიმოდის რომ სანამ ეს ომარ ხანსის მოხდა სამი პოლკიო დაძარითო არ მახსოვს ეხა გვარები ამ გენერლების ოღონდ ისეო რომ იქით კი არ გადავიდენო აქეთ ამოძრავება ნახონ ლეკებმა და შეშინდენ და ამათაც წერენ რომ შევაშინებ ჩვენ რომ გამოძო იმათ უკვე შეეშინდებათ მე მე შეშინებული ლეკი არ მინახეთ ამოძრავებით განსაკუთრებით ხო და არ შეეშინდებათ ეს ერეკლე წერს მაგათ ვერ გააჩერებთო თქვენ არ მოეხმა 2 ბატალიონი მაგრამ მთელი ამ დროის მანძილზე არის ორნაირი საერთოდ ეს ჩვენ მარტივად ესე ვითხოვდეთ რა სიმართლე რო ითქოს მილიონი მანეთი მინდაო და 3 პოლკიო რა აი ეს მილიონი მანეთი არის კომედია ნუ რო არ იყო ეს რო არ ხდებოდა ეს კომედია იქნება რა ეს საიდუმლო მიმოწერა ერეკლესი და რა ქვია გარსევან ჭავჭავაძეს იქიდან რომ მილიონი და ფულზე დავყარე ხმებიო ეუბნება და ოდენობაო არ მithქვამსო აი წერილში ოფიციალური წერილით მიმართა წერილში კი მიუთითეო რაც გვინდაო რა ქვია მილიონი ეთიო ველოდები ვიცე-კანცლერმა მიმიღოს და აი თელი ეს ისინი დიდხანს მიმოწერა წერილებს ვეუბნებ თხილად ამ წერილებს თხილად რა მეფეს რა იმიტომ რომ ეს ამბავი არ უნდა გაგვიგონ ეს ამბავი არ უნდა გაგვიგონ რა ამბავი
ხალხი არისო, მეუბნებაო, რომ ჩვენ გავაკეთებთ ოღონდ 1.15 მაგ ფულისან 1.20 აქეთ. დღეს ქვია ამ სიტყვას ატკატი ქვია, ასე თქვა და იქ პეტერბურგში ნახულობ რაღაც როს მოხელეები არიან. ეკატერინასთან პროტექცია ხო გინდა ეუნებიან. პროცენტი საჩუქარი ჯერ წერს საჩუქარი უნდა იყოს. მე ეძახის ეს მე-20 მე-15 მილიონის უნდა მივცეთ აკედანაც ნუ ხო ნუ რას უნდა მაგრამ ვერ აკეთებს არ გამოდის ეს საქმე. არის ეგეთი ის რომ ამ წერილების ჩაჭრა ხდებოდა და ანუ რუსეთის ასე რომ ვთქვათ საიდუმლო მუშაკები კითხულობდნენ ამას და ამიტომ ჩავარდა ეს ამბავი რომ ქრთამისის გამოაშკარავდა რა ქვია ფაქტი და აღარაფერსაც არ მივცემთ რა თუ ესია რომ ვიღაცები ქრთამით ხეირობენ და ვითომ ესეთი ისტორია იყო რა ქვია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მე 10 წლის მერეც თხოვდნენ ამ ფულს გას და გიორგი მე-12-ს თხოვდა იგივე ფულს და იგივე პოლკებს რა ქვია მაგდროს კი გაუჩნდა გარსევან ჯავჯავაძეს პეტერბურგში ვაჟი და მან ხდება ამბავი რომელიც ყველა ქართველი დააფიქრა იმპერატრიცა მონათლა ეს ბავშვი უცბად და მისი შვილიშვილი მომავალი იმპერატორის იქ იყო ის არ ვიცი ნათლა იყო თქოს ბალიში ეჭირა ხელში რომელზეც ეკატერინა ამოიყვანა ემბაზიდან და ბალიშზე და ისე წერა მის შვილიშვილს ალექსანდრეს მომავალ ალექსანდრე პირველს ხო ეს ახლა ცოტა ესეთ მოულოდნელი ამბავი გამოჩნდა და თქვა რომ ბიჭი კამერპაჟებში ანუ ეს ახალდაბადებული უკვე კამერპაჟი გახდება რა ქვია ეს არის ბავშვობიდან რა ქვია როდის მოუწევს ეგ არავინ არის ის მაგრამ უკვე ეს არის ტიტულია ასე რომ ვთქვა და საერთოდ უცნაური ეგ არის რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე მამამის სამხედროთ განსაზღვრული არ ყავდა როგორც ჩანს აბსოლუტურად რუსის სამხედროთაც არ ყავდა ეს მე მოხდა რაღაცნაირად გამოუვალობისგან რა ასე რომ ვთქვათ რა რუსობაში შესვლა ეს გამოუვალობისგან ეს მაგრამ ესე დაიბადა და ახლა იმან მონათლა ერეკლეში მეფიშვილიში რაღაც პასლანიკის შვილს ნათლავს ყველა რა ქვია მფარველობის ქვეშ ყოფი ქვეყნის ამამცირებელი და რა არის ეს ოდა ეხა ქართველებს ხო გაიგეს რა ეს არსებობს სადა რა სიმაღლეზეა სინამდვილეში ეს ლაპარაკი იყო რა აქედან იწყება ალექსანდრეს ბიჭობის და ბავშვობის სირთულეები სინამდვილეში რა ქვია და მის ფიქრები და დარდები რა ეს არის